ხედვა მოხალისეთა მოძრაობის დაარსებაზე 2007 წელს გაჩნდა. მას მერე გარკვეული გეგმები დავსახეთ ხედვის მიხედვით და 2014 წელს მაზნიაშვილის ლეგიონი დავაარსეთ მეორე ორგანიზაცია და დღეს ამ ორგანიზაციაში ვართ. დაახლოებით 1800 წევრი არის ორგანიზაციაში 11 რეგიონში ვართ გაშლილები საქართველოსი. კავშირზე ხარ? ერთად მუშაობდით თავდაცვის კოდექსზე, სადაც მოხალისეები ცალკე თავითაა შეტანილი და პირველად საქართველოს ისტორიაში მოხდა, რომ თავდაცვის მოხალისის ცნება გაჩნდა ქვეყანაში, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ უკვე 2024-2025 წლებში ეს ხედვები, რომელიც დიდი ხანია რაც გვაქვს, რეალიზებაში მოვიყვანოთ. მათზე გავრცელდება ის კანონმდებლობის რეგულირების საკითხი, რომელიც აუცილებელია თავდაცვის სფეროში მოხალისეებისთვის. საერთოდ ტერმინი, რომ თავდაცვის სფეროში მოხალისეები ყავს, პირველად გაჩნდა ამ კანონში. იმავდროულად მათ აქედან გამომდინარე ექნებათ შესაძლებლობა, რომ სამხედრო სწავლებებში ჩაერთონ და ეს შეკავების და წინააღმდეგობის პროგრამაში, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, თავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მიმდინარეობს, ისევე როგორც უკვე რამდენადაც კანონის მეშვეობით არის ეს ორგანიზაციები უკვე აქედან გამომდინარე მხარდაჭერაც ფინანსური ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ყურადღებით ყველა უცხოელს ეხება. უცხოელები მოვაწყეთ 3 რიგად, ვემზადებით გასასვლელად. დაარსების დღიდან ფაქტიურად ჩვენი შემოწირულობები, ჩვენი გულშემატკივრების დახმარებით ვარსებობთ და სახელმწიფო ესეთ პირდაპირ ბიუჯეტიდან დაფინანსება ჯერ არ ყოფილა, თუმცა აი ამ კოდექსის დამტკიცების შემდეგ უკვე არის მაგაზე საუბარი, რომ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში მოწესრიგდეს. ვაკეთებთ შემდეგ რაღაცას. ყავს ერთი დაშავებული. მე და ალექსი ვართ, მისი დამხმარეები, რომ გავიყვანოთ უსაფრთხო ადგილზე. რას ვაკეთებთ? მივდივართ ერთდროულად. გამომდინარე იმ დასავლური პრაქტიკიდან, რომელიც არსებობს, ეს არის მნიშვნელოვნად წინ გააზრული ნაბიჯი სამართლებრივ დონეზე. სხვა დანარჩენი როგორც მოწესრიგდება, ეს უკვე არის დამოკიდებული პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე და იმავდროულად იმ ამოცანებზე, რომელიც თავდაცვის პოლიტიკას უნდა გააჩნდეს. წავედით. მოტივაცია საკმაოდ მაღალი არის ახალგაზრდებში და არა მარტო მათში, ან მსურველები ყოველთვის ყავს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და აი კრიზისული სიტუაციების გამწვავება, თქვათ, აი ყარაბაღში, შემდეგ ეხა განსაკუთრებით უკრაინაში, მოქმედებს ჩამწერთა რაოდენობაზე და მაგ დროს შეიმჩნევა მატება. მიდი, შეგიძლია, მიდი, სწრაფად, დაშავებული. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვან ცოდნას მიიღებენ აქედან, რომელიც არა მარტო სამხედროვან დაძაბულ სიტუაციაში გამოადგებათ, ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება რომ ხშირად გამოიყენონ აქ მიღებული ცოდნა. ელემენტარულმა რაღაცმა შეიძლება გადაარჩიოს ადამიანის სიცოცხლე. შესაბამისად, მიმაჩნია რომ ყველა მოქალაქე, რომელიც მოდის ლეგიონში და დაუშვათ მომავალში მოვა, მიიღებს იმ ცოდნას, რომელიც გამოადგება, რა თქმა უნდა, ყოველდღიურობაში და ძალიან პატარა პროცენტულად, მაგრამ შესაძლებელი იქნება რაღაც მომავალში ნებისმიერ სხვა ადამიანს დაიხმაროს მიღებული ცოდნით. მაზნიაშვილის ლეგიონის წევრები, რა თქმა უნდა, მონაწილეობდნენ ყველა კრიზისულ სიტუაციაში. ჯერ კიდევ აი თბილისში, როდესაც ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია დაიტყორა, იქიდან მოყოლებული ბორჯომის ხანძრები, შოუის ტრაგედია, ფაქტიურად ყველა ადგილას მივდივართ და რაც ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩავერთოთ